პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიწვევით ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს. სამიტი ტირანში იმართება. 50-მდე ქვეყნის ლიდერები და ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები ევროპულ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მდგომარეობასა და არალეგიტიმურ მიგრაციაზე იმჟელებენ. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნა. დაგეგმილია თემატური დისკუსიები. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიებში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგომარეობა. პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვე რჩება და მდრომდებულოვანია ოპოზიციური პარტიების პოზიცია არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი გამორიცხავს კატეგორიულად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და დასტურებულად მასში მონაწილეობას კი პარტია გირჩი გეგმავს. მმართველი გუნდის განცხადებით კი საბოლოო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ყველა ბარიერგადალახული პარტია მიიღებს და მათ ნაწილს რეგიონებში სამზადისი უკვე დაწყებული აქვს. მე დარწმუნებული ვარ და დარწმუნებულები ვართ ჩვენ, რომ ეს აქტი აუცილებლად გავა ბოლომდე, საქართველოს ეყოლება მეგობრები და ერთ-ერთი მთავარი მეგობარი იქნება, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები და ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ აქტს მოყოდა, მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. და ეს ყველაფერი უფრო მეტად ბიძგს მისცემს დანარჩენ სახელმწიფოებს, რომლებიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ ჩვენს სახელმწიფოს. ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ცხადად ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ექნება არანაირი კავშირი ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმთან. მათი რეაქცია არის სასოწარკვეთილების ძალიან ძაფრი გამოხატულება, იმიტომ რომ ისინი ჯერ კიდევ 20 იანვრის შემდეგ ელოდებოდნენ მათთან საქმის დაალაგებას, მათ ჰქონდათ ძალიან ბევრი მცდელობა და დღესაც აქვთ ეს მცდელობა, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ და ახლა ეს ყოველი მათი განცხადება, რა თქმა უნდა, არის უბრალოდ სასოწარკვეთილების გამოძახილი. პარლამენტის განცხადება, რომელიც იქნა მიღებული, ეს არ არის არანაირი მეგობარ აქტის საპასუხო განცხადება, ეს არის რუსეთის დავალება, რუსეთის დავალებით თვით გამოცხადებული პარლამენტის მიერ უკვე ოფიციალურად ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის მომავალზე უარის თმისთვის მზადების პროპაგანდისტული ეტაპი. საქართველოს წინააღმდეგ მიღებული მტრული აქტი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართული ხალხის ინტერესებს, ამავდროულად შეურაცხყოფელია. სულ არაფერი ვთქვათ იმ ფაქტობრივ ტყუილებზე, რომელიც ამ აქტში არის მითითებული, პირდაპირ საუბარია მაგალითად USA-ზე, რომელმაც სტრატეგიები უნდა შექმნას თურმე საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ის ორგანიზაცია, რომელზეც პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს, რომ თაღლითური ორგანიზაციაა. მაგ არავით არის დაატვირთვა არ აქვს, გარდა იმისა, რომ შეიქმნას კიდევ ერთი ნიუსის გაშვების შესაძლებლობა ნაცმოძრაობის ტელევიზიებში, გაკეთდეს ადგილობრივი აგენტურის მიერ კომენტარები, ან უცხოეთი და დიპსტეიტის მართული ადამიანებისგან და შეიქმნას საინფორმაციო ხმაური, სწორედ ამისკენ არის მიმართული, მაგრამ როდესაც არის კეთება მიღებული იქნება რაიმე აქტი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის ქართული ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს ვალდებულებაც კი არის, რომ ასეთ აქტების წინააღმდეგ ხმა აღიმაღლოს და კიდევ ერთხელ deep state-ს შეახსენოს თუ რა არის რეალობა, რომ არავითარი დემოკრატიული უკუსლა არ არსებობს. საქართველოს პარლამენტმა მეგობარ აქტთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. განხილვა დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიმდინარეობდა. დოკუმენტში მოცემულია საქართველოს პარლამენტის შეფასებები და პასუხი მეგობარ აქტთან დაკავშირებით. მოხსენებელი შალვა პაპუაშვილი იყო. ნაციონალურ მოძრაობას აქვს გამარჯვების გეგმა, ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავარი გეგმა, რომ უსმინოს ქართულ ხალხს და იმოქმედოს ქართული ხალხის სმენის შესაბამისად და რა თქმა უნდა ეს რომელი პლატფორმა იქნება, კიდევ ვიმეორებ, ერთი მთავარი პლატფორმა არის გამარჯვების პლატფორმა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში შეიქმნება. ის დისკუსიები სხვადასხვა წრეებში, რაც მიმდინარეობს, იგივე სხვადასხვა პლატფორმებში, დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ერთ საერთო პლატფორმად გადაიქნება, რომელიც პლატფორმაც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რუსულ რეჟიმს. ჩვენ მონაწილეობთ ყველა შეხვედრებში, რომელიც იმართება, იცით რომ მონაწილეობთ პრეზიდენტის ეგიდით გამართულ შეხვედრებში, ასევე მონაწილეობთ ბატონი ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში, იმიტომ რომ ჩვენ ძლიერ საქართველო პირველივე დღიდან რუსული სპეცოპერაციის ჩატარების, რასაც დაარქვა რუსულმა რეჟიმმა არჩევნები, მოუწოდებთ საზოგადოებას გაერთიანებისკენ და ცხადია, რომ შესაბამისად ყველა ფორმატში, სადაც
არის მცდელობა, რომ გაერთიანდეს საზოგადოება, ჩვენ მონაწილეობთ და ხელს ვუწყობთ პროცესებს, რამდენადაც ჩვენ ეს შეგვეძლო. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებებზე და ჩვენს ქმედებებზე. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს უწევს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა ნებისმიერ მის ქმედებაზე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უბრალოდ კითხვა მათთან, რომელსაც აქვს ლეგიტიმური არსებობის უფლება, ზოგადად უბრალოდ კითხვას, რა არის მათი ალტერნატივა ბოიკოტის შემთხვევაში. ჩვენ ტელეფონით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას თქვენ მივიღებთ და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ გუნდოვანი საკითხია საკმაოდ. აგენტურის წარმომადგენლებმა რაღაც ხოვდა თქვა. სათქმელი რომ არაფერი არა, გადავიორდნენ უტოპიაში. და ფაქტია, რომ ეს ადამიანები საუბრობენ აბსოლუტურ ნონსენსს. ტელეფონით ჩატარებული არჩევნები არავის არ გაუგია დედამიწის ზურგზე და უბრალოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს საკუთარი თავით, როცა ამბობენ, რომ მაგალითად ბიულეტენმა გაჟონა და ამითი დარღვეული არის სხვისპარგლობის უფლება, ტელეფონით ჩატარებული არჩევნებში, მაშინ რა შეიძლება მოხდეს და რა რისკები შეიძლება არსებობდეს, ეგ თალკი ამბავია, უბრალოდ არასერიოზულია, სასაცილო მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, არაფერი არ აქვს სასაუბრო და ეხლა საუბრობენ აბსოლუტურ ტყუილებს, აბსოლუტურ ნონსენსებს, ზოგადად პაატაბურჯულაზე სამწუხაროდ ჩვევია ასეთი განცხადებების გაკეთება. რა გეგმები აქვს შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს და გეგმავს თუ არა უწყებაში საკადრო ცვლილებებს ამის შესახებ სიმონ-გულედანმა TV მონიტორინგ განისაუბრა. სიმონ-გულედანის თქმით, რეგიონში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს შიდა ქართლის საჭიროებებს. შესაბამისად, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში გეგმავს იმ პრობლემების მოგვარებას, რაც მოსახლეობას აწუხებს. დებდა ვაკანტურია შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას, რაზეც გულედანი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე არავინ განიხილება, თუმცა სამომავლოდ ღირსეული კანდიდატის დანიშნას არ გამორიცხავს. ცნობისთვის სიმონ-გულედანი აღნიშნულ თანამდებობაზე 6 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაინიშნა. მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადავხადო ჩვენ პრემიერ ბატონ ირაკლი კობახიძეს ნდობისთვის და მთლიანად მართველ გუნდს. მოგეხსენებათ, რომ რეგიონში უკვე მე-9 წელია, რაც მოღვაწეობ, ვიყავი როგორც გუბერნატორის მოადგილე, ესე პირველი მოადგილე, ვიცნობ ჩვენი რეგიონის გამოწვევებს. ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და დარწმუნებული ვარ, რომ კიდე ბევრი რამე გაკეთდება, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით. რა თქმა უნდა, განიხილება, ოღონდ კონკრეტულად დღის მდგომარეობით არავიზეა საუბარი. გადაიხდიან თუ არა გირაოს კოალიცია ცვლილებებისთვის წევრები, რომლებმაც საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. ამ დროისთვის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო პროკურატურისთვის სამი პირის საქმეა გადაცემული. ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე. საგამოძიებო კომისიას მათთან შეკითხვები გახმაურებულ საქმეებზე ჰქონდა. გირაოს ახლა უკვე გადაიხადეს ივით არგამაძემ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. კომისიასთან თანამშრომლობაზე და გირაოს თანახის გადახდაზე უარის თქმის გამო კი გოშის სასამართლო დარბაზში ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. მისი საქმე პროკურატურას მას შემდეგ გადაეცა, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. დაუწყო სკოლისავლება თუ როგორ უნდა მოიხსნიან სახელმწიფოების ილონიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ზოგიერთ მათგანი მიდის უფრო მეტ ასე ვთქვათ რისკზე მათ შორის და მათ შორის პირდაპირ პოლიტიკურ ტყვეობაზე გამომდინარე იქიდან რომ არანაირად არ თანამშრომლობს რეჟიმთან, რაც შეეხება ხა სხვა ადამიანებს არც ისინი იქნებიან ნამდვილად დაცულები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც უფრო კონსოლიდაცია მოხდება დიქტატურის, მით უფრო მოსალოდნელია რომ ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწე აღარაფერს მომობიღა. ყველა კრიტიკული ადამიანი და აღარაფერს პოლიტიკურ მოღვაწეზე გახდება რეპრესიების მსხვერპლი, ამიტომაც ამ ეგრეთ წოდებული სასჯელის გადახდის თუ გადაუხლებობის მიუხედავად შეიძლება ეს ადამიანები აღმოჩნდნენ პატიმრობაში. ხაზარზე იყო პირველი პოლიტიკური ლიდერი, ვინც დაიბარეს ამ კომისიაზე და ვინც უარი განაცხადა ძალიან გააზრებულად აქ ამ კომისიაზე მისვლაზე, რითაც მან რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი თავისუფლება დაუფიქრებლად, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში არც ერთ ფორმატში, არც ხაზარაძე და არც ერთი სხვა წარმოადგენელი ჩვენი ძალისა არ აპირებდა ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას და არც ახალაფრებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას. რაც შეეხება გირაოს, გირაო არის ტექნიკური რამ, ეს არის აღკვეთი ღონისძიების ფორმა, თუმცა არავითარი შემთხვევა არ გააჩნია საქმის წარმოების პროცესთან, ამით საქმე არ შემწყდა და 4 დღეში აქვს
სასამართლო საქმე, რომელშიც შეიძლება რომ მას მიუსაჯოს პატიმრობა. გირაოს გადახდაც დაახლოებით ჩვენი აზრით არის ყველა პოლიტიკოსის მიერ ინდივიდუალურად მისადები გადაწყვეტილი. ახლა მათ ყველა პოლიტიკურ ბრძოლას აქვს თავისი ასე ვთქვათ ფორმა, თუ ვინმე ჩათვლის რომ მათი ბრძოლა უფრო ეფექტურია იმ პირობებში, როდესაც ხედავთ კარგად ოქროაშვილის მაგალითზე, რომ მოცნება უკან არიხებს და ამ შემთხვევაში ბოლომდე ასრულებს კანონის მოვალეობას და პირდაპირ აღუკვეთავს თავისუფლებას კონკრეტულ პოლიტიკოსს და თუნდაც პოლიტიკოსი თulis რომ ციხიდან უფრო მეტად გაუწევს წინააღმდეგობას ოცნების რეჟიმს და უფრო ეფექტური იქნება მისი ბრძოლა, ეს არის მათი გადასაწყვეტი. რაც შეეხება ოქროაშვილის თემას, ისე თქვენ რომ გადასახდელი ქონდა, რომელიც სასამართლომ ასე გადაწყვიტა პირველ ინსტანციაზე, არ გადაიხადა შესაბამისად არის იქ, სადაც უნდა იყოს. რაც შეეხება დანარჩენ აი ამ სულით ბრძოლებს, გვარამიებს, იდევინ არის მელიებს და ასე შემდეგ. ჩვენ გვახსოვს მათი ასე ვთქვათ მუქარები, რომ არ გადავიხდით. ჩვენ გადაიხადეს და ჩვენურად გარეთ დარბოდნენ. არ შემოვალთ პარლამენტში, ძლივს გავაგდეთ აქედან 20-20-ის მოწვევის დროს, ასე რომ მათი სიტყვა ფუჭია. ეთყობა ვიღაცას თავის მიმდევარს ამოარჩევენ, იმას გადაახტევინებენ და იტყვა რომ აი მე კი არ გადავიხადე, იმათმა გადაიხადეს. სინამდვილეში თითოეულმა მათგანმა იცის, რომ მოუწევს გადახდა, მას თუ მესამე პირს რა მნიშვნელობა აქვს, მაინც მოუწევს გადახდა, იმიტომ რომ არიან ჩვეულებრივი მშიშნები. ადამიანები ცდილობენ რომ ერთი მხრივ რეპუტაცია შეეულახოს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტს, ხოლო მეორე მხრივ ცდილობენ რომ პოლიტიკას შეეფარონ და საბურველში გახვეულებმა სადონ რომ თავიანთი მათ შორის ქმედებები, რომელშიც დანაშაულის ნიშნები იკვეთება, შეეფარონ და შემდეგ ამით პასუხისმგებლობას გაიქცნენ. ეს არაერთხელ გაუკეთებიათ წარსულშიც და იგივეს აგრძელებენ, მაგრამ ყველამ კარგად დაიმახსოვროს რომ კანონია, კაცრია, მაგრამ კანონია და მის შესრულება სავალდებულია ნებისმიერი ადამიანისათვის და არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანები რამდენჯერ გამოჩნდებიან ტელეეთერებში კოლექტიური ნაცმოძრაობის არხებზე, თავარი არის რომ მათ უნდა დაიცვან კანონი. გორელმა სპორტსმენმა წარმატებით დაასრულეს გამოსვლა ევროპის თასზე ძიუდოში, რომელიც დიდებს შორის გაიმართა. მათ შეჯიბრებაზე 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლის აღება შეძლეს. უმაღლესი სინჯის медали 73 წონით კატეგორიაში გიორგი იანბელიძემ მოიპოვა, რომელიც გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსურ სპორტულ სკოლას წარმოადგენს. 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის медали აიღო შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელმა თაკო გიგილოევმა, ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელმა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბას საბაშვილმა და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში დალი მაზანაშვილმა. ამავე სინჯის მედალს დასჯერდა კლუბ გორიჯრის წარმომადგენელი ვაჟა ავაზნელი, რომელმაც 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. ევროპის თასზე ძიუდოში დიდებს შორის გორში პირველად ჩატარდა ტურნირში 15 ქვეყნის 200-მდე ქალი და კაცი ძიუდოისტი იღებდა მონაწილეობას. ევროპის თასზე საქართველოს ნაკრების მონაპოვარი ჯამში 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალია. გორმა უმასპინძლა ევროპის თასს უფროსებს შორის მონაწილეობდა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩავატარე 5 შეხვედრა და გავხდი ჩემპიონი. 5-ვე შეხვედრა რთულმეტოქეებთან მომიწია. საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები იყვნენ, თუმცა შევძელი და ყველა შეხვედრა იკონით დავასრულე. მეტად სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ჩემს კედლებში შემედებოდა შეჯიბრი და ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები, ჩემი ტრენერები ყველა ჩემს გვერდით იყო და უდიდეს მოტივაციას და ძალას მაძლევდნენ. გორში ჩატარდა დიდების ევროპის თასი, სადაც მივიღე მონაწილეობა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩავატარე 3 შეხვედრა. იყვნენ კარგი მეტოქეები, ადვილად მოვიგე, სხვათა შორის მესამისთვის როცა ვიჭირავე. კარგი შეჯიბრი იყო. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ მთელი ჩემი შემართებით მეასპარეზა. ეს ყველაფერი იღებს შედეგს, მომცა დიდი мотиваცია და ვემზადებით ახლა უფრო რთული და უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის. უკეთესია სინჯის медаლის მოპოვება მინდოდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეცდომებს ყველაფერს გავითვალისწინებ და შემდეგში უკეთეს შედეგს დავდებ. გორის ევროპის თასზე ჩავატარე 3 შეხვედრა, ვიასპარეზე 70 კილოგრამ კატეგორიაში. აქედან ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ბრინჯაოს შეხვედრისთვის, ბრინჯაოს ფინალს. რთული მეტოქე იყო, კარგი მეტოქე იყო, მასთან წარმატების უსურვებ, თუმცა ბრინჯაოს медали მე დამჩა.
და ყველა სპორტსმენს უსურვებ წარმატებას. საფუძველი ჩაეყარა ამ ტურნირს გორში და ყოველწლიურად ჩატარდება, რაც ძალიან სასიხარულო არის ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი სპორტსმენებისთვის, მომავალი თაობისთვის, რადგან ძალიან ბევრს სწავლობენ ამ შეჯიბრების სქერითაც. შემდგომში უკვე მოზრდილი ბიჭები, ვინც რო ეროვნულ ნაკრებში უნდათ რომ დაიმკვიდრონ ადგილი, იმათვის დიდი გამოცდილება არის ასეთ ტურნირებში მონაწილეობა. წელსაც ამ ტურნირზე მიიღეს ჩვენმა სპორტსმენებმა მონაწილეობა და 4 медали მოიპოვეს ჩვენი სკოლის სპორტსმენებმა. ესენი არიან იან ბელიძე გიორგი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რომელმაც წყინვალეთ იასპარეზა და ოქროს медали მოიპოვა. მან წარმოაჩინა თავისი მომზადება და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აქვს უნარი იმისა, რომ დაიმკვიდროს ეროვნულ ნაკრებში ადგილი. რაც შეეხება შემდეგ მონაწილეებს, საბაშვილი არის ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც არის ძალიან პერსპექტიული და მას ძალიან კარგად იასპარეზა, მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო და მესამე ადგილი მოიპოვა. რაც უფრო გასახარელი არის გოგონებმა, ჩვენმა გოგონებმა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ესენი ჯერ კიდევ არიან ჭაბუკების ასაკში და მათ ტოლი არ დაუდეს დიდ მონაწილეებს და მესამე საპრიზო ადგილები მოიპოვეს და ეს ჩვენ გუნდისთვის მეტად სასიხარულოა. შიდა ქართული მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ემზადება. პროფესიულ დღეს მუზეუმებში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. მუზეუმის დღესთან დაკავშირებით ყველა დაწესებულება განხორციელებული დროით იმუშავებს. უფრო კონკრეტულად კი, როგორც გორის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ამბობენ, მათთან ღია კარის დღე დილის 10 საათზე დაიწყება და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავ სიძველეებს სრულად უფასოდ გაეცნონ. მუზეუმში დაგეგმილია გამოფენა და კონცერტი. მუზეუმის დღე განსაკუთრებულად მრავალფეროვანი იქნება უფლის ციხის ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმ ნაკრძალში, სადაც 18 მაისს ტურისტული სეზონის გახსნაა დაგეგმილი. სრულიად სამუზეუმო საზოგადოება განსაკუთრებული მოლოდინით ველოდებით ჩვენს პროფესიულ დღეს და გვაქვს კიდევ საინტერესო პროგრამები ყოველთვის, იმიტომ რომ დღე იყოს დასამახსოვრებელი იმ სივრცისთვის, იმ სოციუმისთვის, სადაც ჩვენ მოღვაწეობთ. მიმდინარე წელს ჩვენი მუზეუმი როგორც ტრადიციულად, როგორც ყოველთვის ვფიქრობ საინტერესოდ აღნიშნავს მუზეუმების საერთაშორისო დღეს. ამ დღეს მუზეუმში იქნება ღია კარის დღე 10 საათიდან 20 საათამდე ჩვენ ყველა დამთვალიერებელს უფასოდ ვემსახურებით. პერიოდულად ჩატარდება მათთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი სახის ლექციები, როგორც ქართულ, ინგლისურ, ასევე რუსულ ენაზეც ვემსახურებით. ასე რომ საინტერესო დღე გვაქვს, ასევე 2 საათზე მუზეუმში გაიხსნება გამოფენა. ეს იქნება ფოტო გამოფენა, მუზეუმის პირველი ექსპოზიციები. წარმოდგენილი იქნება ის საინტერესო ფოტო მასალა, რომელიც მუზეუმის ძველ შენობაში გახსნილ პირველ ექსპოზიციებს ასახავს. ასევე იქნება წარმოდგენილი პირველი ექსპონატი მუზეუმის. ასევე საღამოს 8 საათზე მუზეუმში დაიწყება ხალხური და ქალაქური მუსიკისა და პოეზიის საღამო. გთხოვთ, მობრძანდეთ გელით, საინტერესო დღეს გთავაზობთ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ორგანიზებით 15 მაისს ოსური ენის დღე აღინიშნა. ღონისძიება გორის სოფელ შავშობის საჯარო სკოლაში იყო, სადაც მოსწავლეებმა ქართულ და ოსურ ენებზე ლექსები წაიკითხეს. გარდა ამისა, გაიხსენეს ოსი მწერლები და მათ ღვაწლზე ისაუბრეს. ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანაწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, შიდა ქართლის გუბერნატორი და გორის მერის მოადგილე დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ შავშობის სკოლაში მოქმედებს ოსური ენის დღე, სადაც ბავშვები შერეული ოჯახებიდან დადიან. ცნობისთვის ოსური ენისა და ლიტერატურის დღის აღნიშვნა კოსტა ხეთაგუროვის ლექსების კრებულს უკავშირდება, რომელიც 1899 წლის 15 მაისს გამოიცა. ხეთაგუროვი ითვლება ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებლად. დღე
დღევანდელი ღონისძიება აღინიშნება 15 მაისს ყოველწლიურად. ეს დაკავშირებულია კოსტა ხეთაგუროვის წიგნის ირონ ფანდერის გამოცემასთან დაკავშირებით. შავშობის საჯარო სკოლაში წლების მანძილზე მიმდინარეობს ოსური ენის სწავლება. იმიტომ გადავწყვიტეთ აქ გვესწავლებინა, რომ არიან შერეული ოჯახები მრავლად და დადიან ოსურ ენაზე როგორც ქართველი ეროვნების ბავშვები, ასევე ოსი ეროვნების და დიდი მონდომებით სწავლობენ ოსურ ენას, ეცნობიან ოსი ხალხის ტრადიციებს, კულტურას, ნართების ეპოსს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი ერის დაახლოების საქმეში და ვფიქრობ, რომ შედეგსაც გამოიღებს. ბავშვები კვირაში ერთხელ ეუფლებიან ოსურ კულტურას და ხელოვნებას ეზიარებიან და შესაბამისად მიიღებენ მონაწილეობას მეცადინეობაში და ამას ხალისით აკეთებენ, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, ეს არის შერეული კონტინგენტი და ოსურ-ქართული მოსახლეობით გამოირჩევა ჩვენი რეგიონი. ამ სკოლაში განსაკუთრებულად იმიტომ აღვნიშნეთ ეს დღე, რადგან ამ სკოლაში ისწავლება ოსური ენა და საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ოსური ენის შესწავლას იმ დროს, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი კრძალავს ქართული ენის შესწავლას ცხინვალის რეგიონში. დღევანდელი დღე ოსი ხალხისთვის ითვლება მნიშვნელოვან დღესასწაულად და ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ ოსმა ბავშვებმა, ოსმა ახალგაზრდებმა შეინარჩუნონ და ისწავლონ თავიანთი მშობლიური ენა და ამ მშობლიურ ენაზე მერე შეძლონ სრულყოფილი ცხოვრება როგორც ჩვენთან, ჩვენ ასევე გქონდეთ კავშირი თავის თანატოლებთან ჩვენს დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე. ჩვენი ქვეყნის სიძლიერე პირველ რიგში არის იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ ვართ მრავალეთნიკური ერი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების ენებს, კულტურას პატივცემთ, აღვნიშნებთ და ვაძლიერებთ საქართველოში. და როგორც აღინიშნა კიდეც განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აქედან რამოდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზის მიღმა პრაქტიკულად ადამიანებს განვითარების საშუალება აღარ აქვს, არა როგორც ზოგადად განვითარების, ასევე კონკრეტულად თავიანთი კულტურის და ენის განვითარების შესაძლებლობა. ამ ფონზე საქართველოს სახელმწიფო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მრავალფეროვნება ეს სიძლიერეა და არა სისუსტე.